მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო, სხვა სასტავით, აგერ ჩვენი ოთარი და ჩვენი ნუკრი აქ არიან. ფრიად საპატიო მიზეზი და ამ მიზეზს თქვენ აუცილებლად გაიგებთ, გამო არ არიან ძირეული შემადგენლობა, დუბლები ყავს, მაგრამ რა დუბლები შეხედათ რა ბიჭები. კარგით, ვლაპარაკობთ მიმდინარე ამბებზე. შენ მოგეცემ ახლა საშუალება, შენი მოკლე ანალიზი გააკეთო. Ну, ჩემი მოკლე ანალიზი არის, რომ მოკლედ საქართველოში ლიბერალური პროექტი დასრულდა თავისი აი ამ სიგიჟით, რასაც ჩვენ გვაყურებინებდნენ, თავისი პოლიტიკური კულტურობით, რაც არის ყოველივე საწინააღმდეგო აზრისთვის პუტინის მონობის ძახილი, რევოლუციის გამოდმებული მცდელობა, დამუნათება, ეს ფემინური კაცების და ზედმეტად აგრესიული ქალბატონების და მასკულინური კაცების და პირსისხლიანი ნაცების ძალიან საინტერესო სინთეზი, რომელიც სრულდება და სულ მარგინალიზაციას განიცდის. ერთი სიტყვით, სუვერენისტული ბრძოლა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ განსაკუთრებით ბოლო 4-5 წელიწადში აწარმოა, მიიღო თავისი ლოგიკური შედეგი, რაც არის აი იმ მარგინალური უსამშობლოების მართლა გამარგინალება და ეს არის უკვე ახალი ფურცელის დასაწყისი, რომელზეც უკვე უნდა დაიწეროს რეალური და უფრო საინტერესო პოლიტიკური ისტორია საქართველოს. ხო, ეს არის ლიბერალური ღმერთების დაცემა, ხო, და უამრავი ღმერთი დაეცა ხო იქ ბატა ბურჭულაძე იქნებოდა თუ ბატა ბურჭულაძე ახლა ხო ნუ გამოიყვანა ეს მცირე ღმერთი ხო ხო იყო მოკლედ რა უნდა და მეგობრებო აი მოდით მართლა ვთქვათ გულწრფელად ადამიანი რომელსაც მართლა ეთაყვანებოდა მთელი საოპერო სამყარო ხო ადამიანმა რომელსაც მართლა ძალიან ბევრი გააკეთა კულტურისთვის ჯერ პოლიტიკაში რომ შევიდა და მე ასე რომ აი არიცი ეგ საქმე ხო მოვედი არია დონბაზილიოდან ვიმღერეთ არა ხო? წადი რა, მაგრამ არ არის კარიკაცი. ბავშვებს ფულს პარავდა, ეხლა რაღაცა საგიჟეში გაეხვა. თან იქ რომ მოდიოდა ქუჩაში და ხახი რო დასუკრავდა, თავის სცენაზე ეგონა ნადად. გააცურეს, მოატყუეს, მაგრამ გულუბრილოც არა. დიდი გნიდა ვინმე. მე მგონია რომ პატა ბურჭულაძე არის რევოლუციის გრინჩი. რომელსაც რევოლუცია მოიპარა, ანუ არ შედგა რევოლუცია. უფრო რაღაცა სიცარიელი, რომელსაც სურვილებია. ხო, კრეტინი გნიდა. ოღონდ როგორი გნიდა, იცი? რამეს თუ გამორჩა, ეგრევე ну მოკლედ სადაც არის იქ იყოს, კი ბატონო. მოდი ახლა ჩვენ ცოტა კომიკური გადაცემაც შეიძლება გქონდეს, იმიტომ რომ ამ ამბავს მარტო კომიზმი თუ შველის, რაც ახლა ოპოზიციაში ხდება. სერიოზულად ახლა ჩემამ ტერმა უყურა. ლევან სანიკიძეს უყურეთ, რომ კაცობდა, ხოთ გავუშვათ. ჩასაფრებით მოხვედით სახლთან. და მორალური პედესტალიდან მელაპარაკეთ მე. ანუ თქვენ ლევან სანიკიძეს როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრს აი საერთოდ არ აინტერესებს თქვენ რაც ქენით. მაგრამ თქვენ მე შემეხეთ ლევან სანიკიძეს დაბადებულს 1999 წლის 26 დეკემბერს ქალაქ თბილისში. კაც რომელსაც უნდა ამ ქალაქში ცხოვრება და დღეს ვიღაცამ გაბედეთ და მე ზუსტად ვიცი ვინც გაბედეთ რომლისა რა ქვია ეჭქვეშ დაგეყენებინათ ჩემი კაცობა და სიმამაცე. ვინ მოგცა თავისუფლება? გავაჩეროთ. კაცობა და სიმამაცე. არა, მე უფრო სხვა რაღაცა დავინახე. ანუ ხომ არის კრიშნა და კრიშნას ემანაციები რა, გამოვლინებები. ემანაციები, უბრალოდ გამოვლინებები და აი კაკას ორი ისაა, ხვდები, არის სანიკიძე ლევანი როგორც ადამიანი, რომელსაც შეიძლება შეეხო და არის აი კრიშნასნაირი არსება რომელსაც დეკემბერს არის დაბადებული რატომ არის ეს მნიშვნელოვანი არ ვიცი მაგრამ 26 დეკემბერს ჯენზი გუბაზი ასე ვთქვათ რა ну ეს ძალიან კომიკურია იმიტომ რომ ეს პრინციპში აჩვენებს იმას რომ ამ ოპოზიციურ კლასტერში ძალიან დიდი განხეთქილებაა მგონი იმაზე მეტი ვიდრე ეს ჩვენ გარედან ხედავ და ну ეს გუბაზიშვილის 26 წლის გამოდის ხო დაახლოებით 26 ну როგორ არის იკვიცი გვარზე ხდის თვითონ გუბაზი ხო დაკარგულია ამ დღეებში შემდეგ შვილი დაიკარგა და გასაგებია მე უბრალოდ რა არ მესმის აი ისეთმა ხარმა მირქინოსო ტევე პირველი რატო ურქეს რაღაცაში მართალია რა თვითონ იყვნენ თავიდან ბოლომდე ფეიკები ამ გიჟური რევოლუციის მხარდამჭერები და სისულელეების ეთერში მქადაგებლები და მართალია ლევანი არა უბრალოდ ლევანი მაინც იქ უნდა მდგარიყო მე მგონი და უნდა ედირიჟორა რევოლუციის მაგრამ პატამ არ მიუშვა პატამ არა ეს მეორე განზომილებაში იყო მე მაინც მგონი რომ სულიერ ომის განზომილებაში იყო და ხელი შეუშალეს
ჟურნალისტებმა სულიერი ომის გაგრძელებაში ხვდები ეს მატერიალური სამყარო ცოტა სხვა. გარდა გიჟებისა, მეგობრებო, ამ პროცესმა გამოავლინა ნაკლებად გიჟი და შეიძლება ითქვას სულაც არაგიჟი პოლიტიკოსები. იაგო ხვიჩი არის ერთ-ერთი და გაუშვით. თქვენ მეუბნებით რომ ულიდერო პროტესტი ერთი წლის განმავლობაში დეგენერატების ერთობლიობა თურმე ყოფილა სწორი აზრი. როგორ ერთი ლიდერი როგორ დაიბადა? ხო ბინძური არ დაგავიწყდეს იაკო. ეგრე ლაპარაკი არ გამონახებ. არა, თქვენ ეგრე კი რასაც აკეთებთ ის არ გამოვა ირაკლი რა. წლები აკეთებთ ის არ გამოვა. იაგო, ამდენი წელი ახლა მართ დეტალებში რო ჩავიდეთ, საათებს დაიჭერს ვირას აკეთებდა მართლა. არა, თქვენ ვერაფერს კი ბატონო, მაგას წმინდანი ვარ. პოლიტიკური წმინდანი ვარ თქვენთან შედარებით. პოლიტიკური სალოსი ხარ იაგო, რეალურად ამცდას როგორც იქცენ. ვაიმე სალოსი კი რა, მართლა გიჟები ხართ. დედასპეცა ვარ, გიჟები ხართ. არარაციონალური გიჟები. ვერ ხვდებით რა ხდება. წმინდანი ვარო, იძახის, როგორ შეიძლება სხვაზე აბა კომპრომატი დამიდე, ერთი კომპრომატი დამიდე მართლა. 9 წელია პოლიტიკაში ვარ, ერთი საჯარო ტყუილი არ მithქვამს შეგნებულად. და მათყუარების გარემოცვაში ცხოვრობ 9 წელია. და თქვენ და გეგონება მე არ ვიცნობდი იქ ხალხი ვიც დგას. მე არ ვიცნობდი იქ კოლონადაც რაც ხდება. თქვენ გიგო აგუჭვაძე ეს ლაპარაკი დასაგებია. ხო, ნუ იაგო საოცარია რომ იაგო არის აზრის გიგანტი. ადეკვატური ოპოზიცია. ეს არის სავალალო საქმე, მაგრამ ნუ იაგოს მიულოცოთ, იმიტომ რომ სიგიჟის მორევში არ გადაიჭრა. ნუ ხო, მე მახსოვს იაგოსთან ფანჩატურშის მონაწილეც იყო იაგო თავის დროზე, მაგრამ თქობა ეს სიგიჟე რომ რაღაცნაირად ახლოდან ახლა რაღაცაზე დისტანცირდა და რა ვიცი, ის ცდილობდა რომ დაერტყა ამ ოპოზიციისთვის, რომ მისი ხმები გადმოეკაჩა და სწორი სტრატეგია ჰქონდა რა. რევოლუცია ორი კაცი შეიყვანა რა. და არის კიდე ეგეთი ის რომ აი ტროას ომის დროს იყო კასანდრას წყევლა რა და ესე იგი ეს ეუბნება სიმართლე ეს ეუბნება პრინციპში. იმას არ ესმის. და იმ ხარეს არ ესმის, არ იღებს რა ამ სიმართლეს რა. ასე იგი იაგოს წყევლა ქვია მაგას. იაგოს წყევლა დავარკვევ. თან იაგო ისეთ სახელია. პათეტიური. სანდრო რაკვიაშვილი მისი პაძელიკი ასევე საინტერესო იაგოს პაძელიკი ასევე საინტერესო პოზიციაზე დგას. ანუ მე მოლოდინი მაქვს რომ ნაცები დამთავრდებიან ახლა, იმიტომ რომ აი რაც ახლა მოხდა, უბრალოდ ნაცებს შეეტენათ ყველა ვარიანტში. და იმედ გაცრუება ნაცებზე სერიოზული იქნება. გახარია დასრულდა უბრალოდ მეგონი აღარ არსებობენ. თან ახლა ვინც ანუ პარლამენტში შევალთა თქვენს და ანუ ვინც ოპოზიციური მხარე იყო და პარლამენტში არ შეშლათ უწონებდა ისინი დაკარგავენ და კოცები კი როგორ ლელოსთან და გაერთიანდნენ ნუ შეიძლება რაღაც ნარჩენები იყოს მაგრამ ლელო მე მგონი უბრალოდ თუ ხაზაძე რამე ესმის პოლიტიკა წავიდეს უბრალოდ აი ამ მართლა ხა აი თბილისში გვაჯობეს მაგრამ ისიც აი გასაგებია მადლობ საინტერესო პროგნოზებია რა კი, ნუ გახარიას შემთხვევა მართლა უნიკალურია, ანუ საერთოდ რა გააკეთა. მე მახსოვს წინა არჩევნებზე მან რეალურად პრობლემები შექმნა თბილისში გვახსოვს ხო რომ მეორე ტური რო იყო გახარიას ამ ღალატის და მერობის კანდიდატა და დაყენების შედეგი იყო და დღეს ახლა როგორც ვიცით აი კონსერვატორებზე ნაკლები ხმა იღეს რომელიც ახალი პარტიაა და ნუ მე მგონია რომ ეს დაღმავალი ტენდენცია მათი გაგრძელდება ამ შემთხვევაში მე დავეთანხმდი რა ქვია დაპირება რომელიც შესრულდება რომ საკანონმდებლო დონეზე აიგრძალებიან ნაცები და ნუ დაგვირგვინება უნდა იყოს მართლა ნაცების ხო მაინც ლიბერალური პროექტი იყო შეიძლება გარსით არ ჩანდა მაგრამ ნუ ის აი ლიბერალიზმის მტკიცე და უხეში ხელი იყო რა აი ეს მაგალითად ეკლესიასთან ბრძოლა რა ვიცი ყოველივე ქართულთან ბრძოლა და ასე შემდეგ ну აი ამისი ლოგიკური დასასრული უნდა იყოს ჩემი აზრით ის რაც არის დაანონსებული. ზოგადად ეს დასრულების პირას არის სოფლიოში ევროპას ძალა არ აქვს, ხან გამოსხილი გველია, რაღაცებს ბჟუტურობენ იქ დასანქცირებას გვიქადიან ჩვენ მაგალითად იმედს კიდევ რაღაც სანქციებზე საუბრობენ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებაზე, მაგრამ ეს არ გამოვა, იმიტომ რომ ევროკავშირი ისეთი აღარ არის, როგორიც იყო. არ აქვს ძალა, ხო? მორჩა იქ სხვა პრობლემები, სხვა საკითხები არის გადასაწყვეტი. აგერ ჩეხეთის მაგალითი ავიღოთ და კიდევ ბევრი ქვეყანა მიბაძავს ჩეხეთს. გაუშვათ ანა წითლიძე და ანუნა ახალაიას დიალოგი. მე შეგახსენებთ, რომ მართლაც ტევ-პირმად თავის თავზე აიღო მორალური პიედესტალიდან გინება იმ ნაცებისა, რომლებმაც დაკავების დროს მიატოვეს თავიანთი ლიდერები და ნახოთ როგორ გამოსდის ტევ-პირმას. მე პირიქით მზე ძალთა დაპირისპირება რო არის ტევ-პირველი რო ეჯახება იმას რა ქვია ნაცებს და სხვა აკაცუკებს მაგ ძალიან მიხარია თქო გავუშვით აი სწორად
სწორად მინდა ეხა გამიგოთ შეკითხვა, რომელსაც დაგისვამთ, ან აი ირაკლი ნადირაძის შემთხვევაში მაგალითად, აი რატომ არ მოხდა თუნდაც ის, რასაც ლევან ხაბეიშვილი ამბობდა, რომ აი არ გავატანოთ, დავიცვათ, იმიტომ რომ მე ვუყურებდი პირდაპირ ეთერში, როგორ ხდებოდა ირაკლი ნადირაძის დაკავება, რომელიც მურთაზ ზოდელავასთან და მის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა და თქვენი პარტიიდან მხოლოდ თათია ნიკოლაიშვილი და მარიამ დოლიძე თუ სწორად მახსოვს სახელი და გვარი იყვნენ მის ირგვლივ. ხო აი თქვენ მაგალითად იქ არიყავით და სხვა პარტიის ლიდერები თინა ბოკუჩავა ვიცი რომ იყო იმ მომენტში კი ბატონო თინა ბოკუჩავა ვიცი რომ იმ მომენტშიც იყო აქციაზე მაგრამ აი თითქოს განცდა იყო რომ კადრში ვხედავდით მარტო დარჩენილ ირაკლი ნადირაძეს და რაღაცა ერთიან პარტიულ ერთიანობას ადამიანის ირგვლივ რომელიც წუთი-წუთზე შეიძლება დააკავონ ეს არ ჩანდა და სწორად მინდა გამიგოთ აი რატომ იმიტომ რომ ლევან ხაბეიშვილი ამბობდა სწორედ ამას რომ ერთმანეთი უნდა დავიცვათ მათ შორის ფიზიკურად ხო მესმის კითხვის არცი თუმცა რა ვიცი რა პათოსი აქვს ამ კითხვას მაგას ნამდვილად ვერ მივხვდი მაგრამ მე ერთი შემიძლია ვკითხრა რომ ირაკლის თანაგუნდელები ყველა მანდ ვიყავით ოღონდ სხვადასხვა ლოკაციაზე თორე თქვენი ციფრული ლოკაციები იყო გაყოფილი და მათ შორის იყო ხო და ერთად რატო არ იდეკითხო არა ამას ვკითხულობ როცა იცით რომ ადამიანი შეიძლება წუთი-წუთზე დააკავოს ერთად რატო არ იყავით ხო გაფანტულები რატო იყავით მესმის ხო იმიტომ რომ ყველას ჩვენი ფუნქცია ჰქონდა და ყველა რაღაცაში ვიყავით გასაგებია ხო რა აგრესიული აქვს ჟურნალისტი ანუ მე ამუნათ მე მგონია ხაზარაძეს გაურბის ხელიდან ტევე პირველი ხო ანუ რა მე ტევე პირველი უფრო არის ნაცი ვიდრე ლელო არა მე მგონია ხა ზუსტადაც რომ ნაცების დისერტაცია დაავალეს ვითომ გაიქცა მაშინ როცა იყო ეგრეთ წოდებული რევოლუცია იმიტომ რომ აღიძნენ ეს ადა ეხა ამას ამუნათებს ეს ადამიანები ეს ეგრეთ წოდებული ჟურნალისტები იმ აკაცუკებზე უკეთესები კი არ არიან ჩვეულებრივი აკაცუკები არიან ეგენიც მაგრამ მე უკვე როცა არ შედგა მობოჭეს საკუთარი თავი თან დირექტივებიც მოვიდა და ეხლა ნაცებს ამუნათებენ მაგრამ რა კი ბატონო დაამუნათო და რა არც არაფერი მაგრამ უბრალოდ ის არა რომ იქნება რაღაც გადაბრალების ცდილობებია რა რომ ვიღაცას ხოლმე შეეტენოს ეს ყველაფერი ხო არ ყოფნით ხელი პატრიოტიკოს ეს შეეტენოს ყველაფერი თვითონ მათთვის არის ცუდი მაგრამ რატომ გაკევი ხო და აი მეორე მესამე ხარისხოვანი ადამიანი განტევების ვაციზიება და ეს ვაცი არ ჩანს ესეთი სქემა რო დავხატოთ აი ეს დღეს წერილები დაწერეს უზარმაზარი ამ იდიოტებმა ციხეში რო შევარდნენ და შეაფარეს თავი გისოსებს და რაღაცებს არც კი მინდა იმის განხილვა რაღაც სისულელებს წერე რომ პროტესტი გრძელდება და ტრალივალი ხა ჩემი თამა ძალიან კარგად იცოდნენ რაც ხდებოდა რაც უნდა მომხდარიყო და ძალიან ოსტატურად შეაფარეს ციხეს თავი და გამოვლენ და ეხლა ისევ დაიწყებენ ვითომ რაღაც ბრძოლას ეს არის მათი ბრალი თუ დაუმტკიცდებათ რომ ეს იცოდნენ ეგ საერთოდ მაგარია ნახოთ მაგრამ პოლიტიკაში მათ არაფერი არ ესაქმებათ მაგათ დახვდებათ გაუქმებული პარტია გაუქმებული პარტიები და ასე შემდეგ ეს ერთი ხაზი ხო მეთანხმებით ამაში რომ იცოდნენ კი იცოდნენ ძალიან კარგად ну სამაგეროთ რუბლებით დახვდებათ რა რუბლები არა უბრალოდ ამათ ფულს ვინ მისცემს ამათ ფულს ვინ მისცემს მე მგონი ბოლო გაფართხალება შენი აზრით სო აღარ დააფინანსებენ გარედან რას უნდა არა თუ ვიღაცა გიჟია იქ და ვიღაცა არაადეკვატურია მე წაგებულები ესენი ხო იმიტომ შევიდეთ ციხეში რომ გარე დამკვეთები ეუნებია და სად არის რევოლუცია და გარეთ ყოფებს ამის ახსნა გაუჭირდებოდა და ამიტომ შეაფარეს თავი ციხეში არ მივიდნენ იმ კომისიაზე და ხო იტყვიან რომ აი რეჟიმმა ეგრეთ წოდებულმა რეჟიმმა ჩაქვსვა და რა ვქნათ ეხლა და მოდი აბა კიდე რაღაც ვქნათ მაგრამ იმდა დისკრედიტირებულები არიან არა მარტო ჩვენი არამედ გარეთ დამკვეთების თვალში რომ მე მგონია რომ მაგხრივად ჩამოწერილი ეყოლებათ იმათ და ვიღაცა აი ესეთ მოენჯეოშნიკო ტიპებზე გააკეთებენ აქცენტს ალბათ აი ეს დასავლეთის დაუძინებელი მეგობრები და არა ფლია ეს ენჯეოშნიკებიც თქვენ შენ უგონია რომ ისე იპარპაშებენ ხო ვერ იპარპაშებენ ეგეც არის ქართულ ხელისუფლებას აქვს საქართველოს ხელისუფლებას ქართულ ოცნებას აქვს მანდატი კი ყველამ კარგად დაინახა ურწმუნოთომებმაც კი რომ ესენი მიდიან სისხლზე ყველამ კარგად დაინახა და არანაირი არც არჩევნები არც ნორმალური პოლიტიკა მათ არ უნდათ. ამიტომ ქართული ოცნება მყარია, ხელისუფლება მყარია ისე როგორც არასდროს. ყავს შესანიშნავი უშიშროების სამსახური ყოჩა, დიდი მადლობა მას. შესანიშნავი შინაგან საქმეთა სამინისტრო და სამთავრობო დაცვის თანამშრომლები. ძალიან მაგრად იმუშავეს. ხა რას ამბობს ისა ბურჭულაძის ვაჟი? რო შევარდაო უბრალოდ პატაო დარწმუნებული იყო რომ სასახლის დაცვა და სპეცნაზი განუდგებოდა ხელისუფლებას და გადმოვიდოდა ჩემ ხარესო.
ვინ უთხრა ეს? რატო აი? როგორ ჩატარდა ეს სპეცოპერაცია? ხო მაგარია. ვიღაცამ ძალიან მაგრად დააბა ეს იდიოტი. დაარწმუნა რომ მართლა. არა, თვითონ პატა ხო არ ყოფილი იქ. იყო. არა, გარე პერიმენტზე იყო შევარდა და ვაჩერებდიო კაცო იქ იყო. ხო, კადრებში ისე არ ჩანს. მაგრამ აი ეს პატას ფენომენი. ეს არ არის. შეიძლება ისე აქ ნახე. ძველი ვატერლო. რომ მიდის ისა და მეომარნო ისაც უყარვარ მოუყევით. არა, ეგ ხიძე იყო, მე მგონი, რომელიღაც ხიძე იყო. ტულუზის ფილმში ვატერლოში ეგრეა. ხო, იქ ვატერლოზე არ იყო სინამდვილე. ტულუზის ხიძე იყო. ნაპოლეონს შეადარა საკუთარი თავი. ალბათ, ხო. მაგრამ აი მე უბრალოდ ეს ფენომენი მაუცებს, რომ აი რაღაც შენ სფეროში რო პროფესიონალი ხარ, ეს განსაკუთრებით აი მხატვრულ და ესეთ მომღერლებს და არტისტებს ეხებათ. ყველას არ აცხადია. პროფესიებია რა. ხო, როგორ და გონია რომ რეალურად ის როლი არის, ან პოლიტიკის რეალური სცენაც არის ის სცენა, სადაც ღერიანა სცენა როგორც მსახიობები როლს ასრულებენ და არ არის ეგრე, აქ ძალიან სხვა სცენაა. აქ არ გამოვიდეს ისე რომ პატა მურჭულაძე არის გულუფრილო შტერი გიჟი, რომელიც რაღაც შეასწიეს. გნიდა ტიპი არის, გნიდა, გარწმუნეთ, მე გაკეთებული მაქვს ფილმი და ვამტკიცებდი იმ ფილმში, რომ უპოვარ ბავშვებს მახსოვს კი ქველმოქმედებით შემოსულ ფულს. შემდეგ მიჩივდა მეგობრებო და მოვიგე ის სასამართლო რა. ამიტომ შემიძლია ეხლა რაღაც შემიძლია ეხლა გაცილებით რომ ძიმე ბრალდებით არის. შესაბამისად ეგრე არ გვინდა ლაპარაკი რა. რა თქმა უნდა თვითონ გნიდა კაცია, მაგრამ ასევე ვიღაცებმა გამოიყენეს ეს. ძალიან ოსტატურად დაუხლართეს. ფსიქოლოგია კარგად იყო მისი შესწავლილი და ყველა ნაბიჯი წინასწარ იყო ცნობილი. გოიმივით ააგდეს. ხო, მაგრამ მაგის ფსიქოლოგია ხო ის იყო, რომ აი მე რაღაც სცენაზე მყოფი თავის საქმის პროფესიონალი და აი ის გეგონა რომ ის რა ქვია სასიმღერო ის რა ქვია გადმოყვებოდა პოლიტიკაში. თავის თავზე შეყვარებული. შენ რო გამოხვალ, შენ გამოყვება 100,000 ადამიანი, ხოლო რაც შეეხება ძალოვან სტრუქტურებს, იქ უკვე ჩვენი ხალხია, როგორც კი შენ უბრალოდ მიიდი იქ და უკვე ყველა დაგნებდება რა. აი ეს უთხეს დარწმუნებული. მაგიტომაც ესე იგი ეგრე გახდა ცუდად. რომ მიხვდა იმ მომენტში რომ ეს რაც უთხრეს, არაფერი არ გახორციელდა მსგავსი. მიხვდა რომ აი იმ მომენტში მიხვდა რომ გადააგდეს. იმ მომენტში მიხვდა რომ გადააგდეს. ხო, ნუ იმ მომენტში თუ მიხვდა, კარგია, მაგრამ გვიანი იყო. გარდა ამისა ახლა ყველა კარგად დაინახა რომ შეჭრას ჰქონდა ადგილი. ეს უტიფრები, ჯერ უცხოელი უტიფრები, მე ესენი. რო აი თითქოს აინუშიც არ აგდებენ ამ ამბავს რა. ღობეს აბრალები. ღობე აგრესიულია რა, ეგრე არა. ღობე ეს იყო გამომწვევი ღობის რა, ღობის ხო, აი მაგალითად ეს დარეჯა ცხვიტარი არის ქალი, რომელიც არის ფოთისაკრებულოს წევრი და იცით რომელია? მიშასთან რო იჯდა ხოლმე, მიშასთან იჯდა გენაცვალე და აი წვიმდა თოვდა მიშასთან ვივამეთში სანამ საბოლოოდ არ გაუტუხდა ამბავი სანამ მიშა კვდებოდა ხო მე ხო გამოჯამთელდა ხო მოირჩიდა ეს ბურნებელისენი ხო და აი გაუშვით მეწოდება ეს ქალი მაგალითად მაგრამ არ მეწოდება რა ვიცი გიჟის არ ვეთქვი მაგრამ ნუ აი ნახეთ თქვენ რატომ ვერ დაასრულეთ ხელისუფლება? ამაზე რატომ ლაპარაკობთ? ხო პირობა დადეთ ამ სტუდიაში რომ 6-ში საქართველოს ხელისუფლებაში აღარ იქნებოდა ქართული ოცნება. რა მოხდა ამაზე რომ ვილაპარაკოთ? არ შეიძლება? ნუ ეხლა 6-ში თუ არ მოხდა, შეიძლება 10-ში მოხდეს, შეიძლება 12-ში მოხდეს. ერთ გასტროლაზე ხო შეიძლება ყველაფერი მოხდეს. და რომ რამ შეგიშალათ ხელი რომ ხო პირობა იყო რომ მოხდა უნდა დასრულებულიყო ჩვენ დამთმობი არა ვართ ჩვენ დამთმობი არა ვართ რუსულ ხელისუფლებას ჩვენ სამშობლოს არ დაუთმობთ და თავისუფლებას არ წავართმევიებთ ჩვენი შვილების მომავალს არ დაუთმობთ ხო აი გასროლავე წამოსდენაი გასროლაში ანუ ხო იგეგმებოდა და ნუ ეს ალუზია ამაზე წავიდა რომ ერთ გასროლაში როგორ უნდათ ეს გვამი რა ძალიან არ გამოვიდა ეს შეგქონდა საინტერესო სტატუსი და ცოტა ვთლად გითხარი მაგაზე შენ კარგად დაწერე რა ხო ესე იგი ადამიანებს უნდათ ჯერ სხერპლი მაგრამ სხვისი სხერპლი უნდათ ანუ არავის არ უნდა თვითგამწირვა რა ხებ შეწირვა უნდათ და რაღაც რიტუალი უნდათ მაგრამ როგორი ის მოხდა იცი რომ არც თვითონ არ უნდათ იმ სხერპლს შეწირვა რა ხო არა გასაგები ისე უნდათ რა რომ ვიღაცა სხვა გაწირულიყო თან სულ ერთი იყო ხო ეხა კადრებში ჩანაწერში ხო ჩანს რომ სულ ერთი იყო გინდა მომიტინგეები მოკვდარიყო გინდა პოლიციელი სულ ერთი იყო რა ოღონდ ცეცხლი
ესე იგი მაგრამ მე იცი რა მესმის მართლა ესე პრინციპში სიტყვი რომ დაღული იყო მართლა სხვა სიტუაცია დადგებოდა მაგრამ შეიძლება ეგ სხვა სიტუაცია ამათვისე უარესი ყოფილიყო არა ანუ ამათ გონიათ რომ ანუ სისხლი რომ დაიღრებოდა აპრიორი ხელისუფლებისთვის იქნებოდა ცუდი რაც დახეს უკრაინაში და ევრომაიდანზე ეს იმის არ დაგვავიწყდეს მეგობრებო რომ ძალიან საშიშ აკრიატებების მქონე პარანოიდალური აზრების მქონე ხალხთან რა გვაქვს საქმე კი ეგეც მართლა არა ეგ იცოდეთ ეგ საშიში ხალხია ეგ საშიში ხალხი უნდა იზოლირდეს ახლა ხო იცი არის ესეთი მომენტი რომ რაღაცები უნდა იყოს შეზღუდული ახლა იქ გერმანიაში ესე რომ თქვა რომ სისხლი უნდა დაიღვაროს და ერთი გასროლა უნდა იყოს მე მგონი მარტო ესეთი მაგის გამო ჩასვან ციხეში კი უარესე უფრო მსუბუქი რამებისთვის Facebook პოსტებისთვის ხო და ჩვენთან რასაც უნდა იმას ამბობენ და თითქოს არაფერი თითქოს ეგაა ის ამათვის ეს რევოლუცია რეალურად ის ხო 2003 წელს არ ყოფილა რევოლუცია ხო ის იყო დიკაც კიტიშვილი იყო ქართული ოცნების წევრი მაგრამ ძალიან ლიბერალი და მე უღალატა ოცნებას რამაც ის მოიყვანა პოლიტიკაში და გადავიდა მეგონი გახარიასთან არის ხო იყო მე მგონი და მე გახარიასთან მოკლევადიანი პროექტია რო თქვეს ეგ რა კარგი აი გავუშვით და მე მას უპასუხებ კი ბატონო ანუ ყველაფერმა არც ერთმა არ იმუშავა. ყველა სამივე მიმართულება წარუმატებელი აღმოჩნდა და შესაბამისად დღე ხომ უნდა დავინახოთ, რომ გამოსავალია საძებნელი არა იმაში, რომ ერთმანეთს ვაგინოთ, რაც ხდება დღეს და გუშინ, ნუ წარმოუდგენელი. ყველაზე სევდიანი არის ამ ნაწილში და არ მგონია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ამას სწორად ხედავდეს. უბრალოდ სწორად ხედავს, მაგრამ პოზიტიურად აფასებს. ამიტომ ესა გვაქვს ჩვენ შესაძლებელი, ეს ფოკუსი გვაქვს შესაძლებელი და ვიცოდეთ ძალიან მძიმე ვითარებაში ვართ შემდგარ ავტორიტარის ხო, ეხლა მე გეტყვით, ჩემი აზრით არის გამოსავალი. დავიწყოთ იქიდან რას აკეთებთ. თქვენ ყველანი ნებსით თუნებლიად და მეტწილად ნებსით იყავით ევრობიუროკრატების deep state-ის ფასიანი აგენტები. და ცხადია, ფასიან აგენტებს, რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ ფასიანი აგენტები. და რა გიღა სრულ დეგრადაციაში, დეკადანსში არის ეს ხარე, ხო? ევროპაშიც, ამერიკაშიც თქვენზეც გადმოვიდა და მაგიტომ წააკეთ. თქვენ უნდა ნორმალური პოლიტიკა აწარმოოთ. რუსის ძახილს უნდა მოეშვათ. არანაირი მტკიცებულება თქვენ არ გაქვთ, რომ ქართული ოცნება რუსული რეჟიმია. გაიხედეთ, გამოიხედეთ, შეხედეთ, ეკონომიკა მიდის წინ. ხალხი მეტნაკლებად შვიდად არის, ომის არეშინია, მთავარი საშიშროება არის ომის, გარშემოც დაინახეთ და აქედან გამომდინარე ისაუბრეთ. არსებით თემებზე დაუწყეთ კამათი, მაგრამ მე ხო არ შეგიძლიათ. დავალება გქონდათ, რომ რუსი გეძახათ. მხოლოდ ამიტომ. ეკლესიას ნუ დაუპირისპირდებით, ქართულ ტრადიციებს ნუ დაუპირისპირდებით. რა ჩვეულებრივი ძალიან მარტივი ის არის, რა ქვია, რეცეპტი, რა შენასი. ისინი ვერ ხედავენ, ესე იგი, სტრატეგიულ ჩავარდას. ისინი ხედავენ მხოლოდ ტაქტიკურ ჩავარდას. ხო, მართალია. არა, სტრატეგია ჩავარდა რა, ანუ თვითონ პროექტი ჩავარდა და მაგათ გონიათ რომ ის რომ ესე მოქცეული იყო და არა ესე რაღაცნაირად ეს გამოვიდოდა, არ გამოვიდოდა. ის სტრატეგიულადაა ჩავარდნილი პროექტი. მე მაინც ხედავ რომ ამ მატჩი იმდენად დიდი არის იმედგაცრუების დოზა, რომ მათში დაიწყო ეს რეფლექსიის და რაღაც აზზე მოსვლი ძალიან მკრთალი, მაგრამ მაინც რაღაც გამონათებები. არ ვიცი რამდენ ხანს გასტანს, მაგრამ ანუ მარცხის სიმწარე იმდენად დიდია, რომ ესე არ არის ეს პროცესი, იმიტომ რომ ეხლა ვის სოციალურ სივრცეს აკვირდება, ერთმანეთზე გადაბრალება მედის, რაღაცა 15,000 რაღაც ევრო ვინ წაიღო და იმან წაიღო თუ ამან წაიღო, ანუ გამოძიებას აწარმოებენ. ხო, ნუ ცალკეულ შემთხვევაში მაინც არის. ანუ ეხლა დაიწყო პირიქით დაჭმა ერთმანეთის. ეს პერიოდი, როდესაც ერთმანეთის დაჭმა დაიწყო. და ამ პროცესში უბრალოდ შეუძლებელია ახლა იმებმა გადააფასონ სტრატეგიული რაღაცა შეცდომები. შეუძლებელია. საერთოდ ვერ ხედავენ ამას. ანუ კიდე ერთხელ ვამბობ, წლების მანძილზე ქართული ეს ლიბერალური თუ ფსევდოლიბერალური, დებილური ოპოზიცია იყო მონა ევროპელების და deep state-ის. მონა იყო, უბრალოდ ელოდებოდნენ რა სიტყოდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო არა ტრამპის დროს. რა განცხადებას გააკეთებდა ევროკავშირი და ჰქონდათ ეს განცდა რომ მათ უკან ეს დიდი ძალაა და სხვადასხვა დამფინანსებლების ეგენი იყვნენ. მაგრამ იქ დაერხა ხო და ამათვის კარგი ხო არის რომ აიგება აი რაღაცა რომ ჩაეხსნებიან მე რაღაცნაირად აი მე არავის არ ჭირდება. ხო არა არ ჭირდება გავიგე მაგრამ თვითონ აი წმინდა ადამიანურ დონეზეც რომ აი რაღაცა მონობისის ხო უნდა ჩაეჭრას აი ამათვისვე არის კარგი რომ ძალიან რთულია პირდაპირ გეტყვით ევროპა საქართველოში იყო დასავლეთი ლიბერალური დასავლეთი საქართველოში იყო ძალიან დიდხანს არა ქართული ოცნების დროს და ძალიან დიდხანს ეს ჯერ კიდევ 90-იან წლების დასაწყისში
გამოზდილია რამდენიმე თაობა. და ფუკოიამას იდეები, რომ მხოლოდ ლიბერალური დემოკრატია გადაარჩენს მსოფლიოს ზაღრმა და ჩაბეჭდილი რა. დასავლეთში დაეცა. ხო, ეგ რა ვიცი, კონსტიტუცია არის მათი რა. და ძალიან რთულია აქედან ამოხვიდი, ხო? მე მგონი. ხო, მაგრამ როგორი ის არის, იცი რომ საზოგადოები აქედან ძალიან სწრაფად ამოვიდა. ანუ საზოგადოებამ გაიაზრა ლიბერალიზმის კრიზისი. საზოგადოებამ გაიაზრა, რომ ეს რაღაც მეხუთე კოლონის რაღაც სტრატეგიები გაიაზრა ძალიან მარტივად და ამ დროს როდესაც შენ ანუ მაგათი პრობლემა რა არის? ისე რომ იმდენად აროგანტულები არიან ქართულ საზოგადოების მიმართ. ისე არიან ჩაკეტილი ბაბლებში, რომ ვერ გრძნობენ რომ საზოგადოება სხვანაირად აზროვნებს და სხვანაირი სურვილები აქვს და სხვანაირად ფიქრობს საერთოდ რა. ამას ვერ ხედავენ. ხო, ნუ ეს არც ცდილობდნენ ხა კუპრაძე თუ კუპრავა თუ რაც იყო ეს მერობის კანდიდატი ბრიუსელში რომ დადიოდა, ბრიუსელის მერი გვიჭერს ხარს, ანუ იმათი იქ აწარმოებენ კამპანიას, ანუ აქ რომ მივიდეს მოსახლეობას რაღაც რა გაწუხებს, ესენი არის აი რა მიგდებულია საერთოდ არ ხდება. იმიტომ რომ იქ არის ამათი მთავარი, ესე იგი პოლიტიკური, ესე ვთქვათ, აკვანი, საიდანაც ესენი ფინანსდებიან რა. და ეს სულიერ წყაროს იღებენ. ამათ იდეა ფიქსია რომ რუსთაველი გადაიკეთოს, მაგრამ ეს არის გამარჯვების საწინდარი რუსულ რეჟიმს. ეხლა ამ მე ვიტყოდი უკვე ახირებ აკვიატებას, აი ამ პარანოიდალურ აკვიატებას, რომ თუ რუსთაველი ოცბაკაცმა გადაკეტა, მაშინ რეჟიმი დამარცხებულია. ეხლა აი როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს, ხო? ხო, ნუ უნდა აღიკვეთოს. აღიკვეთება დარწმუნებული ვარ მაგაში. თუმცა მე მაინც მგონია რომ ხელისუფლების სტრატეგია სწორი იყო რომ ეს განლევად რეჟიმში მეთოდურად და ესე ჩააყენა და თქვათ ესე უხეში ძალა არ გამოიყენა თუნდაც აი მოწკაციანი იყო გადაკეტავდნენ წავიდოდნენ მაგ გასაგებია რომ მოსახლეობას ეს ნერვებს უშლიდა მაგრამ მაინც აი განლევის მე რეჟიმში გადაიყვანა რა საკითხი ვინც ამ პროტესტში მონაწილეობდა და ვინც ამ პროტესტს ორგანიზებდა მე მგონი საერთოდ არც ერთი საქმე არ გაუკეთებია ცხოვრებაში. არც ავი, არც კარგი. არც არ უხემძღვანელია. აი პროფესიონალი, რა პროფესიისა ვიღაცა რაღაც თა ქართული სახელების რო არ ქვია, რაღაც სანდერსი და ვოლანდი და კიდე რაღაც. ანუ რა არ ვიცი, ხა შეიძლება არ ვი, მაგრამ რაღაც ეჭვმეპარება. ეს არის ევრო ბიუროკრატების და ზოგადად ლიბერალური ფრთის კასტინგის შედეგი. იქ ხო ნეგატიური სელექცია ტიპების ასოწარკვეთილი და ამაში ხედავს როლს რომ საქართველოს რესენტიმენტი და ეს რაღაც ბოღმა უნდა ამოივიწყოს ზევით რა აი ისეთი ტიპები არიან შერჩეული რომლებიცაც ვერ იტყვი რომ ქართულ საზოგადოებასთან აი რაღაცნაირად შეხება ქონდათ აი რაღაცნაირად ძალიან გაუცხოებული ტიპები არიან და თან აი ეგ შინაგანი რაღაც სიძულველი ქართულ საზოგადოებისა ძალიან ღრმად აქვს ჩვენ. მაგათ გონიათ რომ ეს ყველაფერი მათი ბრალი კი არ არის, საზოგადოების ბრალია და ევროპაში რო შევლენ ეს არ იქნება. იქნება ევროპაში რო შევლენ ესენი ისეთი გაუცხოებულები იქნებიან იქ როგორც აქ არის. მაგას იმიტომ არჩევენ რომ მე ხელისუფლებაში რომ მოიყვანეს სადამსჯელო მექანიზმებს აწარმოებენ როგორც ნაცების დროს იყო ხო ნაცებსაც იგივე ბექგრაუნდი ჰქონდა და ისეთივე უმცირესობა იყო რომელიც ჯიდა გარდამისო გამორიცხავთ ანგარებასაც აგერ ნანუკამ მაგალითად პირდაპირ პრედიავა წარუდგინა 3000 евро სადარიო რა ქვია გოგოს რაღაც სანდერსი თუ რა სანდერსი ხო ბერნი სანდერსის ბიძაშვილიაო მე ნანა სანდერი და მან ძალიან ჭკვიანური რჩევა მისცა რევოლუციონერებს რომ წინა 3 დღე სექსისგან თავი შეიკავეთო და მე მგონი არ შეიკავეს თავი და აქედან აი მაგიტომას ჩავარდა ხო არ დაუჯერეს ამ სექსოლოგ რევოლუციონერს ხო და აი ცოტნე კობერიძე პოლიტიკა არ არის დღეს საქართველოში პოლიტიკა არის დაკარგული საპოლიტიკო ეს იყო პოლიტიკა კი რასაც ეს ეკეთებდა იყო პოლიტიკა ცოტნე კობერიძე გენიალური პოლიტიკოსი მე მახსოვს გენიალური კლიპი კოკა-კოლაზე რო გააკეთა ცოტნე კობერი აი ზაზა ბიბილაშვილი გიჟი მაგალითად ეს არის სოფთოში ეს ჭკვიანი გიჟი იმიტომ იქ არ მოხდა და არ დაიჭირეს ანა დოლიძე ეს არის საერთო სახალხო ბრძოლა ეს ბრძოლა განცირულია გამარჯვებისთვის რა საერთო სახალხო ვის წინააღმდეგ რა ბრძოლა ისე როგორ სიტყვა სად არის ხდები განცირულია მარცხი ეს ზაზა ბიბილაშვილი არის მე მგონი იურისტი ხო კარგად მუშაობს კომპანიებს ემსახურება და ეხლა აი ეს შეიძლება შენ კომპანიას თუ რამე მომსახურება უნდა აიყვანო გიჟია ჩვეულებრივი რა არ ვიცი აი როგორ შეიძლება ეს ადამიანი იყოს
პროფესიონალი იურისპრუდენციაში და ესეთი გიჟი იყოს ჩვეულებრივ ცხოვრება. არა, არის ეგრეა, პატაც ხო ეგრეა, კაი მომღერალია, მაგრამ შეიძლება. არა, ეგ ხშირია ჩვენთან. ანუ ერთ შენ სფეროში რომ კარგი ხარ, გონია რომ აი პოლიტიკის გენია ხარ. აი ბისმა, ან თუ ხარ კარგი რაღაც X პროფესიაში, აი გონია რომ შენ ფეხთით უნდა გაეგოს მთელი სამყარო და შენ ხარ ბისმარკი და ნაპოლეონი ერთად კვადრატში თან და კარგით მეგობრებო. ჩვენ ესე იგი დღეს ვასრულებთ ამას, ჩვენ მალე გავიგებთ ალბათ სიახლეებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, იმიტომ რომ პირველი ეტაპი დაასრულეს მათ დაჭერების და მეორე ეტაპი და მეორე ეტაპები იქნება და მეთქვა ხელი მოგიმართოთ ბიჭებო. აბა თქვენი ცით ჩვენ ვასრულებთ და ხვალ რა თქმა უნდა ძირითად შემადგენლობით ვიქნებით წარმოადგენილი და კაი ამბავსაც გაიგებთ.